მოგესალმებით მეგობრებო. მიმდინარე ვიდეოში მინდა შემოგთავაზოთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიმართულება, ასე რომ ვთქვათ. პირველ რიგში წარმოგიდგენთ საქმე როსტომაშვილის საქართველოს წინააღმდეგ და ორი სიტყვით ავხსნით თუ რატომ ვიწყებ ამ მიმართულებით განხილვას სწორედ ამ საქმით. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე სისხლის სამართლის მიმართულებით თქვენ კარგად იცით, რომ საგამოცდო პროგრამას ბოლო სესიებზე უკვე დამატებული აქვს ევროპული სასამართლოს რამდენიმე გადაწყვეტილება, რომელთაგან ერთ-ერთი არის სწორედ საქმე როსტომაშვილი საქართველოს წინააღმდეგ. თვითონ პროგრამაში, ანუ ვებგვერდზე როცა შეხვალთ და მასალას ჩამოტვირთავთ, ასე რომ ვთქვათ, იქ არის ეს საქმე, ასე ვთქვათ, ამოკრეფილი პროგრამაში, თუმცა მე გადავხედე და გარკვეული უკმაყოფილება დამრჩა გამომდინარე იქიდან, რომ ფრაგმენტულად არის ამოღებული და როდესაც თქვენ წაიკითხავთ, ძალიან რთულია ამ ფრაგმენტული მოცემულობით დაიმახსოვროთ თუ რას ეხება ეს საქმე. შესაბამისად, მე შევეცადე უფრო შედარებით ცლად შემომეთავაზებინა აღნიშნული საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი განხილვა. აღნიშნული საქმე ასევე გარკვეული ეპიზოდურობით ხასიათდება, კერძოდ კი სამედიცინო მომსახურების ნაწილში. საუბარი არის იმაზე, რომ როდესაც მომჩივანი პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა ეს როსტომაშვილი, უკმაყოფილება ჰქონდა სამედიცინო მომსახურების მიღებასთან მიმართებით. ვინაიდან გამოცდის ფარგლებში მსგავსი საკითხი თქვენთვის დაყენებული არ არის, თავისთავად მე ეს ნაწილი მიმდინარე განხილვიდან ამოვიღე და დავტოვე მხოლოდ ის ნაწილი და ის სამართლებრივი მხარე, რომელიც პირდაპირ გამოცდაზე იქნება თქვენთვის შემოთავაზებული. დავიწყოთ განხილვა. პირველ რიგში გამოვყოთ ის, რომ სისხლის სამართლის პროცესი მომჩივნის წინააღმდეგ როგორ წარიმართა. რა ფაქტობრივ მხარესთან ჰქონდა ჩვენ ადგილი, რა სისხლის სამართლის საქმეზე იქნა პირი გასამართლებული და რომლის ფარგლებში ამბობს, რომ დაირღვა ევროპული კონვენციის ესა თუ ის ნორმა. 2024 წლის 16 აგვისტოს მომჩივანი და ორი სხვა პირი ძმები დააპატიმრეს დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობისა და ცეცხლსროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დამზადების, შენახვის და ტარების თაობაზე, ერთ და იმავე ბრალდებით. მომჩივნისა და ძმების მიმართ დაყენებული ბრალდებები ემყარებოდა გარდაცვლილის მამის მიერ მიცემულ ჩვენებას, რომელიც აცხადებდა, რომ იყო დანაშაულის თვითმხილველი და სხვა მტკიცებულებას, კერძოდ ხელყუმბარის ამოღებას ძმების სახლიდან, ისევე როგორც სასამართლო ექსპერტიზის რამდენიმე დასკვნას. ანუ, ესე იგი, რასთან გვაქვს საქმე, ხო? საქმე გვაქვს განზრახ მკვლელობასთან, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილთან, 119 მუხლზეა საუბარი. ეს მომჩივანი როსტომაშვილი და ასევე ორი სხვა პირი, რომლებიც არიან ერთმანეთის ძმები, ის ორი ადამიანი 2004 წელს გასამართლდნენ ერთობლიობით დანაშაულის, ანუ 109 და ცეცხლსროლი იარაღის დამზადება, შენახვა და ტარება. და ძალიან მნიშვნელოვანი არის თავშივე კარგად დაიმახსოვროთ თუ რას ეფუძნებოდა მაშინდელი ბრალდება. ესე იგი, ნათქვამი გვაქვს, რომ გარდაცვლილის მამის მიერ მიცემული ჩვენება იყო ერთ-ერთი ძირი მტკიცებულება, რომელიც ამბობდა, რომ მე ვიყავიო თვითმხილველიო აღნიშნული დანაშაულისო. ასევე ერთ-ერთი ძირითადი მტკიცებულება არის აი ამ ძმების სახლიდან ამოღებული ხელყუმბარა და ასევე რამდენიმე ექსპერტიზის დასკვნა. ეხლა რას ამბობს გარდაცვლილის მამა? გარდაცვლილის მამის ჩვენების თანახმად, მის ოჯახსა და მომჩივნისა და ძმების ოჯახებს შორის დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა დავა. წარსულში სამივე ბრალდებული ემუქრებოდა და ცდილობდა მისი ოჯახის გაძარცვას, მაგრამ მან არჩია, რომ არ მიემართა პოლიციისთვის. 2004 წლის 14 აგვისტოს დილით ადრე გარდაცვლილი მამა გავიდა სამუშაოდ, გარდაცვლილის მამა გავიდა სამუშაოდ ფერმაში, სოფელთან ახლოს, სადაც მოგვიანებით მათ შეუერთდა მისი ვაჟიშვილი. მკვლელობის დროს დაახლოებით დილის 10 საათზე იგი მუშაობდა ფერმის სახლში, ხოლო მისი ვაჟიშვილი იყო გარეთ. როგორც კი გაიგონა სროლის ხმა, იგი მივარდა ფანჯარას და დაინახა, რომ მისი შვილი ეგდო მიწაზე შენობიდან 40-45 მეტრის მანძილზე. ერთ-ერთ ბრალდებულს ეკავა იარაღი, ხოლო მისი ძმა და მომჩივანი გასახოდნენ მას, რომ კიდევ ესროლა, რაც მან გააკეთა. სამივე კაცი შემდეგ გაიქცა. გარდაცვლილის მამამ
ჯერ მიირბინა თავის ვაჟიშვილთან, რომლის სხეულის ფართხალებდა და შემდეგ გაიქცა სახლში, რომ წამოიყვანა მანქანა მის დასახმარებლად. როგორც კი შევიდა სახლში, გამოიტანა იარაღი. ზუსტად ამ მომენტში მასთან მოვიდნენ მეზობლები, რომლებმაც შეატყობინეს მისი შვილის გარდაცვალების ამბავი. ეხლა გარდაცვლილის მამამ არ უთხრა მათ არც ის, რომ იგი იმყოფებოდა დანაშაულის ჩადენის ადგილზე და თვითონ დაინახა თავისი შვილის მკვლელობა. ან არც ის იცოდა თუ არა რაიმე სროლის შესახებ. მან წაიყვანა ისინი ფერმის სახლში გარდაცვლილი შვილის სხეულის სანახავად და მაშინვე იქ დაიწყო მტკიცება, რომ ძმებმა და მომჩივანმა მოკლეს იგი, მაგრამ არ ახსენა, რომ იგი დანაშაულის მოწმე იყო. როგორც ჩანს, მოგვიანებით მან უთხრა პოლიციას, რომ იყო ამ დანაშაულის თვითმხილველი. ეხლა რო შევაჯამოთ, მეგობრებო, მამის ჩვენება პირდაპირ მიმართულია იქითკენ, რომ ადასტურებს, რომ შეესწრო მკვლელობის ფაქტს, თუმცა ძალზედ მნიშვნელოვანი გარემოება არის, რომ როდესაც სახლში დაბრუნდა ავტომანქანის წამოსაყვანად, რათა მის შვილს დახმარებოდა, მასთან მივიდნენ მეზობლები და მან მეზობლებთან არ თქვა, რომ თვითონ შეესწრო მომხდარს, არამედ მეზობლებთან ერთად წავიდა შემთხვევის ადგილას, ასე რომ ვთქვათ, და მერე იქ დაიწყო მტკიცება შემთხვევის ადგილზე, რომ მისი შვილი სწორედ აი ძმებმა და მომჩივანმა მოკლეს. ანუ ეს მნიშვნელოვანი გარემოება არის, რომ ფაქტთან მივიდნენ მეზობლებთან ერთად და იქ გამოვლინდა, იქ ახსენა ამ ადამიანმა, რომ მე შემსწრე ვიყავი აღნიშნული დანაშაულის ჩადენისო. და მანამდე მეზობლებთან აღნიშნული ფაქტი მან არ დაადასტურა. ეხლა სამმა მოწმემ და პირობითად მაგ გამოყოფილი ლათინურად, ასე რომ ვთქვათ, უფრო მარტივად ახმადი რო იყოს, სამმა მოწმემ ამ და ვაჟიშვილებმა ბემ და ცემ მისცა ჩვენება, რომ ისინი ცხოვრობენ იმავე სოფელში, იცნობდნენ გარდაცვლილის ოჯახს და 2004 წლის 14 აგვისტოს დილით ისინი მუშაობდნენ ფერმაში დანაშაულის ადგილიდან დაახლოებით 200 მეტრის მანძილზე. არც ერთ მათგანს არ დაუნახავს გარდაცვლილის მამა ფერმაში მკვლელობის წინ ან უშუალოდ მის შემდეგ. თუმცა მათი ჩვენების თანახმად დაზარალებულმა დაახლოებით დილის 9 საათზე ჩაუარა მათ ნაკვეთს და 15-20 წუთის შემდეგ მათ გაიგონეს სროლის ხმა. ისინი გაიქცნენ დანაშაულის ადგილისკენ და დაზარალებული გარდაცვლილი იპოვეს. ამ გააგზავნა თავისი ვაჟიშვილი ცე, რომ შეეტყობინა გარდაცვლილი მამისთვის მკვლელობის ამბავი. გზად მას შეუერთდა ჯი, რომელიც არის გარდაცვლილი მამის მეზობელი. მათ დაინახეს გარდაცვლილის მამა სახლში. ახალი ამბების გაგებისას გარდაცვლილის მამამ გამოიყვანა თავისი მანქანა და წაიყვანა ცე და ჯი დანაშაულის ადგილზე, ისე რომ არც უხსენებია, რომ იგი იყო მკვლელობის თვითმხილველი, ან რაიმე იცოდა ამის შესახებ. როგორც კი გარდაცვლილის მამა მივიდა დანაშაულის ადგილზე, დაიწყო მომჩივნისა და ძმების დადანაშაულება მკვლელობაში იმის ხსენების გარეშე, რომ იგი პირადად იყო დანაშაულის თვითმხილველი. ეხლა ასევე საქმეზე გამოიკითხა დამატებითი მოწმეებიც და ესეთი ფორმულირება არის, რომ რამდენიმე მოწმის ჩვენების თანახმად მომჩივანი დაინახეს სოფელში სადღაც 9 და 10 საათ შორის. ერთ-ერთმა მოწმემ განაცხადა, რომ მან დაინახა იგი 9-ის 10 წუთზე. სხვა მოწმემ განაცხადა, რომ იგი დაინახა ერთ-ერთი მაცხოვრებლის ეზოში 2024 წლის 14 აგვისტოს დილას ზუსტი დროის მითითების გარეშე. ერთ-ერთმა მოწმემ გაიხსენა, რომ ნახა იგი სოფლის მაღაზიაში, სადღაც დილის 10-დან 11 საათს შორის. მან აღნიშნა, რომ მაღაზია მდებარეობდა დანაშაულის ადგილიდან დაახლოებით 2 კილომეტრში. მაღაზიის მეპატრონემ ზუსტი დროის მითითების გარეშე განაცხადა, რომ მომჩივანმა მაღაზიაში დაჰყო 2-დან 3 საათამდე. მან ახალი ამბავი მკვლელობის შესახებ თითქოს იქ გაიგო. იმ დროს იგი არ იმყოფებოდა ძმებთან ერთად. ეხლა სასამართლო ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნამ, რომელიც ბრალდებით დაკვეთით ჩაატარა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრმა 2004 წლის 2 სექტემბერსა და 22 ოქტომბერს შორის წარმოადგინა ერთ-ერთი ძმის შარვალზე აღმოჩენილი სისხლის ლაქების ანალიზი. სისხლი იყო AB მეორე ჯგუფის, იმავე ჯგუფის, რაც დაზარალებულის, მაშინ როდესაც შარვლის ფლობელი სისხლი იყო AB მეოთხე ჯგუფის. ნიადაგის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნამ, რომელიც ბრალდებლის დაკვეთით ჩაატარა იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალური გამოკვლევათა ცენტრმა
2004 წლის 7 სექტემბერსა და 6 ოქტომბერს შორის წარმოადგინა ძმების ფეხსაცმელებზე აღმოჩენილი მიწის ანალიზი დანაშაულის ადგილზე და მის მახლობლად არსებული მიწის მიმართ. ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ ძმების სახლიდან ამოღებულ ფეხსაცმელებზე აღებული მიწის ნაკვალებს ჰქონდა იგივე მახასიათებლები, რაც დანაშაულის ადგილზე არსებულ მიწას. ეხლა 2006 წლის 8 მაისს თბილისის საოლქო სასამართლომ გაასამართლა მომჩივანი ეს როსტომაშვილი დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი გაანზრა მკვლელობისათვის და მიუსაჯა 15 წლიანი პატიმრობა. ძმები გაასამართლეს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი გაანზრა მკვლელობისათვის და იარაღის უკანონო ფლობისათვის და მიესაჯათ 17 და 16 წლიანი პატიმრობა. პირველი ინსტანციის სასამართლომ მთლიანად დაეყრდნო გარდაცვლილის მამის ჩვენებას. შესაბამისად, მან დაადგინა, რომ დანაშაულის ძირითადი მიზეზი იყო ამ სამი კაცს დაზარალებულს და მის ოჯახს შორის მიმდინარე დავა. შემდეგ იგი აღნიშნავდა, რომ დაახლოებით დილის 10 საათზე მომჩივანი და ძმები მივიდნენ დაზარალებულის ფერმაში და მოკლეს იგი თოფით. ერთ-ერთ ბრალდებულის მიერ პირველი გასროლის შემდეგ მისი ძმა და მომჩივანი უყვიროდნენ მას, რომ კვლავ გაესროლა, რაც მან გააკეთა. თოფი არ უნახავთ. ამასთან ერთად სასამართლო ეყრდნობოდა ბიოლოგიური ექსპერტიზისა და მიწის ექსპერტიზის შედეგებს და ექსპერტიზის სხვა მტკიცებულებებს, როგორიცაა მაგალითად გარდაცვლილის სხეულის და ხელყობარის სასამართლო ექსპერტიზა, მაგრამ არ აკონკრეტებდა მათ რელევანტურობას მომჩივნის ბრალდების მიმართ. სასამართლომ არ მიიღო მომჩივნის არგუმენტი, რომ მას ჰქონდა ალიბი დანაშაულის სავარაუდო დროსთვის დაცვის მხარის მოწმეების ჩვენების სახით. იგი აღნიშნავდა, რომ ჩვენებები იყო შეუსაბამო, ურთიერთსაწინააღმდეგო და მიზნად ისახავდა ბრალდებულის დაცვა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან. 2006 წლის 8 მაისს გადაწყვეტილება მხოლოდ მომჩივანმა გაასაჩივრა. 8 მაისის გადაწყვეტილება გაასაჩივრა 2006 წლის 13 ივნისს. იგი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ მისი თანაბრალდებულისაგან განსხვავებით, სისხლის სამართლის საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნის არც ერთი ნაწილი არ აკავშირებდა მას დანაშაულთან პერსონალურად. იგი ამტკიცებდა, რომ მტკიცებულების ერთადერთი ნაწილი, რომელიც მას აკავშირებდა მკვლელობასთან, იყო თვითმხილველის ჩვენება მიცემული გარდაცვლილი მამის მიერ, თუმცა საეჭვო იყო ეს უკანასკნელი საერთოდ იმყოფებოდა თუ არა დანაშაულის ადგილას. მის მონათხრობსა და მკვლელობის შემდეგ მოწმეების მიერ მიცემულ ჩვენებებს შორის აშკარა წინააღმდეგობის გამო, რომ მათ მკვლელობის შემდეგ მალევე ნახეს იგი სახლში და მასა არ უხსენებია, რომ იყო დანაშაულის თვითმხილველი, მიუხედავად იმისა, რომ იგი მათთან ერთად გაემართა დანაშაულის ადგილისკენ ტრაგიკული ამბის დასაზუსტებლად. იგი ამტკიცებდა, რომ გარდაცვლილის მამის ვერსია, რომ იგი წავიდა სახლში შვილის მკვლელობის საკუთარი თვალით დანახვის შემდეგ ისე, რომ არავისთვის არ შეუტყობინებია, მისი ვერსიის გასამყარებელი მტკიცებულების გარეშე გააჩინა სერიოზული ეჭვები მისი მტკიცების სანდოობის მიმართ, რომ იგი იყო აღნიშნული მოვლენის მოწმე. მომჩივანი შემდეგ ამტკიცებდა, რომ მას ჰქონდა ალიბი იმის შესახებ, რომ იგი ნახეს მარტო სოფლის ცენტრში დაახლოებით მკვლელობის დროს და აღნიშნავდა, რომ გარდაცვლილის მამა შეიძლება მის ჩაბმა დანაშაულში ახორციელებდა შურიზიების გამო. იგი ამტკიცებდა, რომ მის მთავარ არგუმენტებზე რეაგირების ნაკლებობის გათვალისწინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ წარმოდგენილი ბრალდება ეყრდნობოდა უბრალო ეჭვს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, რითაც დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 503 მუხლის მეორე ნაწილი. გაქ თავისთავად საუბარია მეგობრებო ძველ რედაქციაზე სისხლის სამართლის კოდექსისა, რომელიც იმ პერიოდში მოქმედებდა. 2006 წლის 21 სექტემბერს უზენაესმა სასამართლომ, როგორც მეორე და საბოლოო ინსტანციის სასამართლომ, ეს სტრასბურგის გადაწყვეტილებაში არის მეგობრებო და გაუგებარია თუ რატო ეხა მეორე და საბოლოო ინსტანციის სასამართლო, საბოლოო კი ბატონო არის, მაგრამ მეორე ინსტანცია რა თქმა უნდა არ არის, ალბათ ეს გაპარული ტექნიკური ხარვეზი არის. როგორც საბოლოო ინსტანციის სასამართლომ განიხილა საქმე და უცვლელად დატოვა ქვედა ინსტანციის სასამართლოს განაჩენი. იგი ასაბუთებდა, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს მოქმედება სრულად შეესაბამებოდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლს და სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. ქვედა ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვებისას უზენაეს სასამართლო სრულად დაეყრდნო გარდაცვლილი მამის ჩვენებას, სხვა მოწმეების ჩვენებებს,
რომლებსაც მან უთხრა, რომ მომჩივანმა მოკლა მისი შვილი და სასამართლო მტკიცებულებას მომჩივნის არგუმენტებზე რეაგირების გარეშე, მათ შორის არგუმენტზე, რომ არც ერთი მითითებული მტკიცებულება არ მიანიშნებდა მასზე და რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ რეაგირების გარეშე დატოვა მისი არგუმენტები ამასთან დაკავშირებით. 2016 წლის მაისში დაუზუსტებელი რისხვი მომჩივანი გაათავისუფლეს ციხიდან. ეხლა ჩვენ უნდა მიმოვიხილოთ, ასე რომ ვთქვათ, წავიკითხოთ შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა და სხვა ეროვნული და საერთაშორისო დოკუმენტები, რომელიც მნიშვნელოვანი იყო ამ საქმეში განხილვის მიზნებისათვის. აქ არის საუბარი 1999 წლის მდგომარეობით საქართველოს კონსტიტუციაზე, კერძოდ კი მე-40 მუხლის მესამე პუნქტზე. დადგენილება ბრალდებული სახით პირის პასუხისმგებაში მიცემის შესახებ საბრალდებო დასკვნა და გამომტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებული სასარგებლოდ. თავისთავად ეხლა ინდუბიო პრო რეუს პრინციპზე არის საუბარი და დღესაც მოქმედი არის, რა თქმა უნდა, აღნიშნული დებულება ჩვენს კონსტიტუციაში და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში. რაც შეეხება მაშინდელ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს 1998 წლის მდგომარეობით, აქ აქცენტირება გაკეთდა მე-10 და მე-18 მუხლებზე, კერძოდ მე-10 მუხლი ეხებოდა უდანაშაულობის პრეზუმპციას, დადგენილება ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამომტყუნებელი განაჩენი და ყველა სხვა საპროცესო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ამასთან ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებული სასარგებლოდ. რაც შეეხება მე-18 მუხლს, ეს იყო საქმის გარემოებათა ყოველმხრივი ობიექტური და სრული გამოკვლევა. გამომძიებელი პროკურორი, მოსამართლე და სასამართლო ვალდებულნი არიან უტყუარად დაადგინონ მოხდა თუ არა დანაშაული, ვინ ჩაიდინა იგი და გაარკვიონ მტკიცების საგნის ყველა სხვა გარემოება სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. საქმის გარემოებათა გამოკვლევა უნდა იყოს ყოველმხრივი, ობიექტური და სრული. ერთნაირი გულმოდგინებით უნდა გაირკვეს ეჭვმიტანილის და ან ბრალდებულის როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებელი გარემოებები. აგრეთვე მათი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებანი. ამასთან ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და დამცველის ყველა განცხადება და საჩივარი უდანაშაულობისა და ნაკლები ბრალის, დანაშაულში სხვა პირთა მონაწილეობის, დანაშაულის გამოძიების და სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონიერების სხვა დარღვევების თაობაზე გულდასმით უნდა შემოწმდეს. რაც შეეხება 503 მუხლს საპროცესო კოდექსისა, რომელიც თავშიც ავღნიშნეთ, ეს შეეხებოდა იმ საკითხს, ნახეთ, გამომტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსაზღვრელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე. ეხლა ძალზე მნიშვნელოვან ნაწილზე გადავდივართ, მეგობრებო და თქვენი ყურადღება მინდა მივიპყრო განსაკუთრებით, იმიტომ რომ აი აქედან უკვე ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე მოდის კითხვები აი ამ ნაწილიდან. აქ არის საუბარი კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის სავარაუდო დარღვევაზე. ეხლა მომჩივანი ჩიოდა, რომ შიდა სასამართლოებმა ვერ წარმოადგინეს საკმარისი საფუძვლები თავიანთ გადაწყვეტილებაში, რომლითაც იგიცნეს ბრალდებულად სისხლის სამართლის დანაშაულისათვის. იმის გათვალისწინებით, რომ მათ უყურადღებოდ დატოვეს მისი ძირითადი არგუმენტები და ამით რისკის ქვეშ დააყენეს სისხლის სამართლწარმოების მთლიანი სამართლიანობა. მომჩივანი ეყრდნობოდა კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტს, სადაც ვკითხულობთ შემდეგს: ყოველი ადამიანი მისთვის წარდგენილი სისხლის სამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას აღჭურვილია მისი საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით სასამართლოს მიერ. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ შიდა გადაწყვეტილებებს, რომლებმაც დაამტკიცა მისი ბრალეულობა, აშკარად აკლდა ჯეროვანი დასაბუთება. იგი ამტკიცებდა, რომ დაზარალებულის მამის მიერ მიცემული ჩვენება ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც სავარაუდოდ მას მკვლელობასთან აკავშირებდა, მოიცავდა ისეთ აშკარა წინააღმდეგობებს და გაურკვევლობებს, რომ დანაშაულის ადგილზე მისი ყოფნა დგება კითხვის ნიშნის ქვეშ და ცალსახად საჭირო იყო მასზე რეაგირება. შესაბამისად, შიდა სასამართლოების უდავო ნდობამ აღნიშნულის მიმართ სხვა მტკიცებულებების არარსებობისას, ასევე ამასთან დაკავშირებით
მომჩივნის არგუმენტების თაობაზე სრულმა დუმილმა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლწარმოების სამართლიანობა დააყენა ეჭვქვეშ. იგი ამტკიცებდა, რომ მის არგუმენტებს ალიბთან დაკავშირებით არ მოჰყვა სათანადო რეაგირება. მთავრობა თავის მხრივ მოპასუხე ამ შემთხვევაში ამტკიცებდა, რომ შიდა სასამართლოებმა სათანადოდ განიხილეს საქმის მასალებში არსებული ყველა მტკიცებულება და გამოიტანეს შესაბამისი განაჩენი. ეხლა გადავდივართ უკვე მე-6 მუხლის პირველი პუნქტის სავარაუდო დარღვევის ნაწილში სასამართლო შეფასებაზე. სასამართლო კვლავ აცხადებს, რომ კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ავალდებულებს შიდა სასამართლოებს საკმარისი სიცხადით მიუთითონ საფუძვლები, რასაც ეყრდნობოდა მათი გადაწყვეტილებები. ამგვარი დასაბუთებების გამოყენების ვალდებულების ხარისხი იცვლება გადაწყვეტილების ხასიათის მიხედვით და აუცილებლად უნდა განისაზღვროს საქმის გარემოებებიდან გამომდინარე. მომჩივნის მიერ წამოყენებულ ყოველ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემის მოთხოვნის გარეშე ეს ვალდებულება წინასწარვე გულისხმობს, რომ სამართალწარმოების მხარეებს შეუძლიათ ჰქონდეთ კონკრეტული და ზუსტი პასუხის მიღების მოლოდინი არგუმენტებზე, რომლებიც გადამწყვეტია იმ პროცესების შედეგებისათვის. გადაწყვეტილებიდან ცხადი უნდა იყოს, რომ საქმის არსებითი საკითხები გადაწყდა. თუ მიუბრუნდებით წინამდებარე საქმის გარემოებებს, სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოახდინა თუნდაც მოკლე რეაგირება მომჩივნის არგუმენტთან დაკავშირებით ალიბის შესახებ. მან დაასაბუთა, რომ დაცვის მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებები იყო ურთიერთსაწინააღმდეგო და ამის გამო ეს ჩვენებები ჩაითვალა არასაიმედოდ. საპირისპიროდ მომჩივნის მიერ შიდა სასამართლოების წინაშე წამოყენებულ ორ მთავარ არგუმენტს არ გაეცა ზუსტი პასუხი. პირველი, იგი ადასტურებდა, რომ მისი თანაბრალდებულებისგან განსხვავებით სასამართლო მტკიცებულების არც ერთი ნაწილი არ ეხებოდა მას და მის სავარაუდო ქმედებებს, შესაბამისად არანაირად არ აკავშირებდა მას იმ დანაშაულებთან, რაშიც ბრალი დაედო. და მეორე, მომჩივანი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ მკვლელობის შემდეგ მალევე მცხოვრებლის მამა ნახეს სახლში და აშკარად მან არ იცოდა შვილის მკვლელობის ამბავი და რომ გაუგებარი იყო სავარაუდოდ რატომ აჩვენებდა თავს, რომ მისთვის არ იყო ცნობილი შვილის მკვლელობის ამბავი. სწორედ ეს, რასაც მომჩივანი ამტკიცებდა, იწვევს ეჭვს, იყო თუ არა მოწმე დანაშაულის ადგილას ნამდვილად. ამ არგუმენტებზე დაყრდნობით მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მის წინააღმდეგ არსებული საბრალდებო საქმე მოკლებული იყო ყოველგვარ ფაქტობრივ და მტკიცებულებით საფუძვლებზე და დამყარებული იყო უბრალო ეჭვებზე, რითაც დაირღვა შესაბამისი კანონმდებლობა. სასამართლო იმეორებს, რომ მის ამოცანას არ წარმოადგენს იმ მეთოდის შემოწმება, რომლითაც შიდა სასამართლოები აფასებენ სასამართლოს და მოწმის მტკიცებულებებს. სასამართლოს არც შიდა სასამართლოების მიერ ბრალდებული პირის ბრალეულობისა და დანაშაულობის დადგენისათვის არის მოწოდებული. ეს საკითხი შიდა სასამართლოების კომპეტენციის ფარგლებშია. ამასთანავე სასამართლო აღიარებს, რომ ამ საქმის მსგავს შემთხვევაში საქმის განხილველ სასამართლოს, რომელიც ეყრდნობოდა მოწმის ჩვენებას, ბრალდებულის გასამართლებისათვის შეუძლია გამოიყენოს უშუალო კონტაქტი მოწმესთან, რომლის ჩვენების საიმედოობაც მას სათანადოდ უნდა შეაფასოს. თუმცა სასამართლოს იურისდიქციის ფარგლებშია შეაფასოს შეესაბამებოდა თუ არა კონვენცია სამართალწარმოება მთლიანობაში, მათ შორის შიდა სასამართლოების ვალდებულება დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებები. ამის გათვალისწინებით სასამართლო დაიწყებს მომჩივნის საჩივრის შეფასებას კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. სასამართლო თვლის, რომ მომჩივნის მიერ შიდა სასამართლოების წინაშე წამოყენებული ორი არგუმენტი უკავშირდებოდა მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის ძირითად ნაწილს და მოითხოვდა კონკრეტულ და ზუსტ პასუხს. თუმცა არც ერთ შიდა სასამართლო ორგანოს არ მოუხდენია რეაგირება მათზე. შიდა სასამართლოების მიერ გაცემული ზოგადი პასუხი, რომ საქმის მასალებში არსებული ყველა მტკიცებულება საკმარისი იყო მომჩივნის მსჯავრდებისათვის, არ შეიძლება ჩაითვალოს მომჩივნის მიერ მას წინაშე წარდგენილ ძირითად არგუმენტებზე კონკრეტულ და ზუსტ პასუხად. ასეთი პასუხი მწინამდებარე საქმის ფაქტებზე წარმოადგენს დასაბუთების აშკარა ნაკლებობას შიდა სასამართლოების მხრიდან, რადგანაც ფაქტობრივად სასამართლო მტკიცებულების არც ერთი ნაწილი არ უკავშირდებოდა მომჩივანს და ერთადერთი მოწმის ჩვენება ექვემდებარებოდა განმეორებით დასაბუთებულ ჯერ კიდევ პასუხგაუცემელ გამოწვევებს.
რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა მის სანდოობას და მამტკიცებელ ღირებულებას. აქედან გამომდინარე, შიდა სასამართლოებმა ვერანაირად ვერ მოახდინეს რეაგირება მომჩივნის დასაბუთებულ არგუმენტებზე. ასეთ გარემოებებში სასამართლო ადგენს, რომ შიდა სასამართლოებმა მომჩივნის სისხლისამართლის საქმის გადაწყვეტისას ვერ შეასრულეს საქმის სამართლიანი მოსმენის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა, კერძოდ შესაბამისად ვერ დაასაბუთეს თავიანთი გადაწყვეტილებები, შესაბამისად დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი. აი ეს არის მეგობრებო მთლიანი ამ საქმის თავი და ბოლო, ასე რომ ვთქვათ, ბრჭყალებში. საქმე, როგორც მე თავდაპირველად თავში აღნიშნე, უფრო მოცულობითი არის, ასევე დამატებული არის კონვენციის შესაძლო კონვენციის მე-5 მუხლის შესაძლო დარღვევის საკითხიც, სასამართლომ იმ შემთხვევაში დარღვევა არ დაადგინა სამედიცინო მანიპულაციების ნაწილში და საკმაოდ ვრცელი ტექსტი არის და ამ შემთხვევაში თქვენიც არ გჭირდებათ გამოსთვის მიმართულებით. ანუ გავიგეთ ხო ძირითადი არსი რაში მდგომარეობს? ძირითადი არსი ამ საქმისა არის სწორედ იმაში, რომ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნის დარღვევა დადგინდა ალიბის გადაუმოწმებლობასთან მიმართებით, ასე რომ ვთქვათ, აი უხეშად. ნახეთ, არგუმენტი ის, რომ საქმეში ყველა მტკიცებულება არის და ის, რომ მამის ჩვენებით ამხელა სასჯელი განესაზღვრა მომჩივანს, არ ჩაითვალა საკმარის დასაბუთებად. უფრო მეტი უნდა მომხდარიყო სასამართლოების მხრიდან გაწეულიყო უფრო მეტი შრომა, ასე რომ ვთქვათ, მეტი აქცენტები გაკეთებულიყო და გაბათილებულიყო, ასე რომ ვთქვათ, მომჩივნის არგუმენტები. ძალიან ბუნდოვანი საქმე იყო ეს იმთავითვე, იმიტომ რომ დაუბრუნდეთ ახლა ეროვნულ პრაქტიკას ამ საქმესთან მიმართებაში. ბუნდოვანება განპირობებული იყო იმით, რომ ამ ოჯახებს შორის წლების განმავლობაში იყო დაპირისპირება, გადაკიდებულები იყვნენ, ასე რომ ვთქვათ. და ვერსია იყო ერთ-ერთი ის, რაც სასამართლოშიც აქ ევროპულ გადაწყვეტილებაშიც გაჟღერდა მომჩივანის ვერსია, იქ სასამართლოშიც ამას აპელირებდა, რომ შურისძიების გამო მიკეთებსო ამასო. საერთოდ არ იყო რეალურად ეს ადამიანი შემთხვევის ადგილას, ყოველ შემთხვევაში ევროპულმა სასამართლომ ეჭვი შეიტანა ამ მოცემულობაში, რომ მამა ნამდვილად შეესწრო თუ არა შვილის მკვლელობას. ნახეთ, კითხვა იყო ძალიან დიდი, ბუნდოვანება იყო და ეხლა ეჭვი იყო ისეთი, რომელიც რა თქმა უნდა გადაწყვეტილიყო ბრალდებულის სასარგებლოდ. ერთ სიტყვით ვფიქრობ, რომ ეს ფორმატი თქვენ დაგეხმარებათ საგამოსტო მიმართულებითაც. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აი ამ პროგრამაში, რაც ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოსაზი არის რაღაც 700 თუ 800 ფურცელი რო არის და ნორმატიული მასალა რო არის ამოკრეფილი, იქ ეს საქმე არის მოცემული, დაბეჭდილი, ისა აკრეფილია ტექსტი, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ ძალიან ფრაგმენტული არის. ან მე რო წავიკითხე თავის დროზე, მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმის ფაქტობრივი მხარე ვიცოდი, ძალიან გამიჭირდა აღქმა, რომელ საქმეზე იყო საუბარი. რაღაცას ყვებიან, მერე უცებ მე-6 მუხლის შეფასება და ამით ვთავრდება. ანუ რთული არის. ამიტომ მე შევეცდები აი ეს სამი საქმე არის პროგრამით გათვალისწინებული, ეს სამივე საქმე უფრო ფაქტობრივი მხარის კუთხით გავშალო. საერთოდ რა არის, ხო? როდესაც რაღაცა ისტორიას გვყვებიან, რაღაცა დაწაბულობა არის, იმის სამართლებრივი შეფასება უფრო მარტივად გვამახსოვრდება იმ ძირითადი ისტორიიდან გამომდინარე. თორე როდესაც მარტო რაღაც ნორმებს გვყვებიან, რომ აი ესე შეფასდა, ისე შეფასდა, რთულია ამის დაჯერება ამხელა ინფორმაციის დაგროვების ხარჯზე, თუ არ ვიცით პრეისტორია. ამიტომ რაღაცა კონკრეტული სისხლისამართლის кейსი არის, აქ 119 მუხლი იყო, ნახეთ, ხო რომ იქ რაღაცა მამის ჩვენების სანდოობა დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, იყო თუ არა შემთხვევის ადგილზე მოწმება, რა თქოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე უკვე მარტივად გამახსოვრდება სასამართლომ ეჭვი რაში შეიტანა. ამ შემთხვევაში სტრასბურგმა, რომ მამის ჩვენება იყო საეჭო, ამისი ალიბის გაბათილებისთვის ვერ გამოდგა საკმარის ჩვენება. და უკვე აი ამით უკვე მარტივად რო ვთქვათ, უფრო დაგამახსოვრდებათ მეგობრებო. ნუ ყოველ შემთხვევაში ჩემთვის თავის დროზე როდესაც გამოსდებს ვაბარებდი, ეს პრინციპი ბევრად მარტივად მუშაობდა. დაგემშვიდობებით, გისურვებთ წარმატებებს. კითხვების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ამ ვიდეოს კომენტარებშიც, ასევე ჩვენ სოციალურ გვერდზე, Facebook-ზეც გვაქვს ესე ვთქვათ, მომხმარებელი შექმნილი და იქაც რა თქმა უნდა მოგწეროთ და შეძლების დაგვარად დროის კუთხითაც და კომპეტენციის ნაწილშიც მაქსიმალურად შევეცდებით, რომ თქვენ დაგეხმაროთ და გააქცეთ ნებისმიერ კითხვაზე პასუხი. ნახვამდის.